მერკურის მდებარეობა, როდესაც არის მერწყულის ზოდიაქოში, მე-11 სახლიც მსგავსი არის, იქაც თავისუფლების თემა შემოდის, იქაც კოლექტივთან ურთიერთობა შემოდის, მაგრამ ეს არის უკვე ცოტა სფეროში მიმართული სატმა აქვს მე, ხო, ენერგია, მაგრამ თვითონ მერკური, როდესაც გონების პლანეტა მერწყულში არის, ეს არის თავისუფალი აზროვნება, ეს არის თავისუფლების იდეის ტარება აზროვნებაში, ჩარჩოების მიღმა. მერწყულს მართავს ურანი, მეგობრებო, ურანი ცოტა ცივი პლანეტა არის, აქ სითხვე, სიყვარული და რაღაცები არ არის. ურანი ეს არის, აი, უბრალოდ აზრები, ჰაერი. ეს არის რაღაც იმპულსი, ჰაერიდან მოხსნილი ინფორმაცია, ესე რო ვთქვათ და აზროვნება არის ჩარჩოებს მიღმა. მე შემიძლია ურთიერთობებში, ხო, ადამიანების სუნთქვა ვიგრძნო. ადამიანებში, აი, მასებთან რა უნდა ხალხს, მე ის ინტუიტიურად ვიცოდე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყოს კომუნიკაციაში ეს ადამიანი, თუ არ არის იქ, მაგალითად, თვარესთან, ან თუ არ არის იქ ისეთ სახლში, სადაც ხა აქ რაღაც სხვა პლანეტები იყოს წყლის ნიშნებში, მაგალითად, აქ უკვე ბევრი რაღაცები იცვლება, მაგრამ თვითონ მერკური ეს არ არის თბილი ურთიერთობები, თბილი სიტყვა. შეიძლება უცებ თქვას მოულოდნელად, დაუფიქრებლად რაღაც, მაგრამ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, როგორც აი აზრები არის ჩემი, ან დიდი იდეებია, საკაცობრიო იდეები არის და ეს არ არის პერსონალური მიმართვა მაგალითად, ხო, ზოგადად ადამიანებთან, ხო? იმიტომ რომ ეს დიდი იდეებიდან ხსნიან ხოლმე, ნოვატორები არიან, ამიტომ ჯგუფში არიან წამყვანები, ან სურვილი მაინც აქვთ ამისი, ხო? და თუ არის ჩვეულებრივად იქ სხვა რუკა აქვს, ადამიანი სხვანაირი და ჩაკეტილი იყოს, ან რაღაცა ეს არის მაინც ჰუმანური ადამიანი, მისი აზროვნება არის ძალიან ჰუმანური, მისი მიდგომა ადამიანებთან არის ძალიან თავისუფალი, რომ შენ როგორც გინდა მე შენს უფლებებს პატივცემ, ეს ზოგადად ახასიათებს ამ მერკურს. მე-11 სახლში მსგავსი არის, ოღონდ ეს არის მიმართულება, რომ მე მინდა გავაზიარო რა მერკურიც ვყავს საზოგადოებაში, ხალხში, მეგობრებში და ეს მე შეიძლება ისეთი რაღაც შევქმნა, რაც ხალხისთვის იყოს სასიკეთო. მერკური მერწყული უბრალოდ ზოგადად თავისუფალი მოაზროვნე არის და მისი მას მოზდის აზრები ის, რაც აი მაგალითად იქნება ძალიან ესეთი უცხო ყველასთვის და განსხვავებული, მათ შეუძლიათ ისეთი, მან თუნდაც ისეთი ტიპაჟით იყოს ურთიერთობაში, რომ აი ვერ იტყვი, რომ აი ეს რაღაც ამ ჩარჩოში ზის, ან შენ მიდი და ახლა აი ესე შაბლონურად იაზროვნე. არა აქვთ ეს.